გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ ეს მესამე ეპიზოდია და ძალიან საინტერესო სტუმრით დავბრუნდი ასე ვფიქრობ თუმცა სანამ სტუმართან გადავალთ აუცილებლად უნდა გთხოვოთ ტრადიციულად რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი დაგულე სპორტი თითქმის 1000-ნი ვართ ორ ეპიზოდში და მე მგონი შესანიშნავი შედეგია და ასე გავაგრძელოთ საინტერესო ამბები იქნება წინ. ამას გპირდებით და არას არ მოიწყენთ ჩემს პოდკასტთან ერთად. ჩემი სტუმარი დღეს ახალი თაობის კომენტატორი ანდრო ხელაძე. გამარჯობა ანდრო. გამარჯობა, მადლობა დაბადიზებისთვის. 1000-დან ერთ-ერთი მეც ვარ, ორივეს უყურე, ტატოსაც და კაკისაც. ვაი მე რა საყვარელი. ძალიან სიამოვნე და არ ვიცი რამდენად საინტერესო სტუმარი ვარ. ეს გამოჩნდება ალბათ თვითონ ამ პოდკასტის მერე და იმედია არ გავაფუჭებ ამ სვლას. ბევრი ხანია სპორტულ ჟურნალისტიკაში ვარ და არასდროს არ ვცდები ხოლმე ინტუიციურად საინტერესო სტუმრებში. და დარწმუნებული ვარ რომ არც ახლა არ შემცდარ ვარ როცა არჩევანი შენზე გავაკეთე სანამ საუბარს დავიწყებთ რა გვიქენის რას გვერჩოდი აი დედას გეფიცები ალბათ 10 დღის განმავლობაში მაკოცო იქნება გამიკალოთარდები რატო გაგვიმეტე მაგრამ ან ის ბიჭი რატომ გაიმეტე მაგრამ მე მაქვს ჩემი ვერსია იმიტომ რომ იუვენტინოა არა მილანის ფეხბურთელი რომ ყოფილიყო შეურჩევდი იგივე რეპერტუარი იცი რა არის მე არ შემრჩევია შეურჩია ხალხმა ამ TikTok-ზე გააკეთე შენ დაედიტებულზე გქონდა რეაქცია მე მეგონა შენგან გამოწვეული რეაქცია არა ანუ საქართველოს თურქეთი იყო და ნუ მაგის მერე გქონდა დამატებით როგორ გააცემა სიანტაზე და დაიმთხვა რომ მაგის მერე გქონდა ჩაწერა და გქონდა საუბარი გულშემატკივრობაზე ზოგადად თურქებს რა კაი გულშემატკივრები ყავთ და ასე შემდეგ ჩვენს კაი გულშემატკივრები ყავს მაგრამ თამაშის მერე ყველაზე მეტი ედიტი და ვიდეო რაც ჩემ ხვდა იყო კენან ილდის და ძირითადად გოგონები იყვნენ რომლებიც რაღაც რეაქციები ჰქონდათ კენან ილდიზით მას როგორ გადაიწერა და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს ედო ნინო ჩხეიძის სიმღერა მაკოცო რომელიც მაგ დღეს გავიგე რომ არსებობს ესე იგი მე თქვენს ეთერს რომ ვუყურე მერე შემხვდა სკროლინგს გაიზარდა ხო ინტენსივობა და სხვათა შორის ძალიან ბევრი რეაქციები ქონდა ყველა ვიდეოს რაც კი შეხვდეთ გიჟივით ასე სკროლინგ მე გადავებოდნენ მაგაზე კი და მე უკვე მემადებდნენ მაგ სიმღერას კი ესეთებიც იყო კარგი იყო სახალისო იყო სხვათა შორის რა მაგრამ ილდისი ნუ სიმპათიური მე არ მიყვარს ეგეთი ტიპის ბიჭები მაგრამ არის რა არა მეც მესმის რატომაც შეიძლება რაღაც მოწონდეს კი არა საერთოდ არ მიყვარს ეგ ამბავი უბრალოდ საქართველოს რადგან ეთამაშება თურქეთი და ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაში იყო უფრო სხვა სახის გულშემატკივრობას ვისურვებდი თუმცა რა თქმა უნდა ყველა სტადიონზე შეიძლება იყოს აქ და იუვენტინო რომ არის მაგას დაკავშირებით არანაირი პრობლემა იმიტომ რომ ყოფილა იუვენტუსის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელებიც ყოფილა. მაგალითად პაულო დინბალა ერთ-ერთი. კიელინი ძალიან მიყვარდა, ბონუჩიც, ნუ დელ პიეროს რაც მოეს არის ძალიან ჯიჯი ბუფონზე საუბარიც არ არის. სამწუხაროდ ხომ ეგ პრობლემა არ ყოფილა რა. მილანის ფეხბურთელის ყოფილიყო, მაგალითად რაფაელ ლეაო და მასზე გაეკეთებინათ ედიტები იმ კონკრეტულ დღეს ეგეც გამაღიზიანებდა, მაგრამ ჩემი გაღიზიანებას არ არის პრობლემა, შეგიძლიათ აკეთოთ რა თქმა უნდა. შენ ნინოს ძალიან კარგი საქმე გაუკეთე მე მგონი გავაკეთე. ჩემს მერე გახდა ხო პოპულარული ნინო ჩხეიც. არა, იქამდეც იყო პოპულარული სხვა სეგმენტში უბრალოდ. ეხლა საფეხბურთო ასე ვთქვათ საზოგადოებაში პოპულარულია მისი არ ვიცი რა მიმართულება ეგ სიმართლე რომ მკითხა რა მუსიკა ალბათ ფანოღი ხო ალბათ ეგრეა ხო სხვა შორის ეგეთი პერსონები მეც მყავს ხოლმე პატივსაცემი პერსონები მადრიდის რეალში მე ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და ერთ-ერთ მათგანზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ესე იგი მე ვარ შენი მსმენელი. ზოგადად ის სტილი რომელთაც შენ შემოხვედი, ესე ვთქვათ, საკომენტატორო სივრცეში, მე აი ცოტა ნახევრად აკადემიური, აი ცოტა ასეთი კომენტირების მომხრე ვარ, მაგრამ აი იმდენად სწრაფად მივიღე
შენი წაყვანილი მატჩები და გახდა ჩემთვის საინტერესო და მე ვთვლი რომ ეს არის იმ გულწრფელი ემოციების დამსახურება რომელსაც შენ კომენტირების დროს ავლენ სწორი ვარ ამ შეფასებაში? მეც ეგრე მგონია რომ გულწრფელი ვარ როცა მეყავს თამაშები და ვინც მიცნობს ალბათ დაგეთანხმებათ იმიტომ რომ კომენტატორად კი მოусმენიათ ჩემ წაყვანილი თამაშები მაგრამ ვისაც უყურებია ჩემთან ერთად ფეხბურთისთვის გაჩნია თამაში ხა რა თქმა უნდა ნორვიჩი ასტონ ვილაზე მეც თქვენაირი რეაქცია მაქვს მაგრამ აი თუ ჩემი საყვარელი გუნდი თამაშობს ან თუ დიდი თამაში ელ კლასიკო რაღაცა ემოციური ვარ ხოლმე ფეხბურთის ყურების დროს და ეს ემოცია გადავიტანე უკვე პროფესიაშიც და შეიძლება ხო ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს. ფაქტობრივად გავიზარდე ამ კომენტატორობის დროს, იმიტომ რომ ეხლა რო ვიხსენებ 20 წლის ვიყავი პირველი თამაში რო წავიყვანე და რა თქმა უნდა იგივენაირად ვერ აღვიქვამდი ფეხბურთს, როგორც ეხლა ძალიან ბევრი რამე ვისწავლე თვითონ ამ კომენტატორობის დროს. შესაბამისად ეხლა მე რო უსმენ ხოლმე ძველ თამაშებს ჩემ წაყვანილს მიკვირს ვინმეს თუ მოწონდა იმ დროს, იმიტომ რომ მე იმდენად მაგიზიანებს და იმდენად არ მომწონს. ზოგადად არ მიყვარს ჩემი თავისთვის მოსმენა. ეგ ყველას აქვს ეგ მომენტი. მეც ახლა 20 წლის წინ გაკეთებული ჩემი რეპორტაჟი რო ვნახო, შეიძლება ალბათ არ მომეწონება, ხო, სხვანაირად გავაკეთებდი. მე ვფიქრობ, რომ 20 წელი ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ სერიოზული საქმეა, ანუ მარტივი საქმე არ არის და არ ვიცი, მხოლოდ ქება შემიძლია გითხრა იმის გამო, რამდენად კარგად გაართვი და აი ისე გაიზარდე უბრალოდ არ ვიცი თუ ამჩნევ ამას საკუთარ თავში, მაგრამ აი ძალიან გაზრდილი ხარ ამ წლების განმავლობაში და რო პროგრესირებს ნიშანია იმის, რომ მუშაობ შენს თავზე და კარგია ესე გააგრძელე. როგორ აღმოჩნდი საერთოდ? აი აჭარა სპორტმა იყიდა პრემიერ ლიგა. მე მუშაობდი სოციმედიად აჭარა სპორტში და ბევრჯერ კი მაქვს მოყვანილი ეს ისტორია, მაგრამ კიდევ ერთხელ მოყვებით თქვენ მაყურებელს. მე არ მომისმენია. მაშინ ხო ერთი ადამიანი მაინც თუ არ ვიცი, არ მოусმენე, შეიძლება საინტერესო იყოს ეგ ამბავი. არ ვყავდა კომენტატორები, მაგრამ როცა პრემიერ ლიგის შეძენა მოხერხდა. საკმაოდ მოულოდნელად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხელმძღვანელებმა იცოდნენ და რა თქმა უნდა ეცოდინებოდათ, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი იყო და ნუ მე ის გამიხარდა რომ პრემიერ ლიგის კონტენტზე ვიმუშავებდი სოციმედიად რა ვიდეოებს ავტვირთავდი, მოვიფიქრებდი კეპშენს, აღწერას ამ გოლებზე და ნუ ამითაც გავერთობოდი მაგრად, იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ფეხბურთი და რა თქმა უნდა პრემიერ ლიგას რომ მიყვები ესე ყოველკვირეულად ყველა თამაშის ყურებისას რომ თან საქმე გაქვს, კიდევ უფრო კარგად ადევნებ თვალს და მაგ მომენტში გამიხარდა. მაგრამ მე კოპა იტალიაც იყიდა აჭარა სპორტმა და კოპა იტალია უკვე უფრო ჩემი სფერო იყო სხვა მხრივ, და მილანის გულშემატკივარი ვარ და რა თქმა უნდა ოცნებად მქონდა ესე რომ ერთხელ წამიყვანე მილანის თამაში. მაგის შესაძლებლობა მომცეს, მას მე რაც ტესტი ჩავწერე და ტესტი ისე მოეწონა, ჩემდა გასაკვირად მართლა, იმიტომ რომ მე რო წავიყვანე ერთი ტაიმი წავიყვანე ლივერპული ტოტენჰემი და არ მეგონა საერთოდ მეთქი აღარ დამსვავენ ალბათ. ეს 40 წუთიც როგორ გავაფლანგინე იმ კოლეგას ვახურ გალაძეს, რომელიც გვერდზე მეც და ცოტა ხნით ადრე გახდა ისიც კომენტატორი. ნუ მაგაზე უფრო წყდებოდა გული, რომ მეთქი რატო რაში დავკარგეთ დრო. მაგრამ მე მინდნენ წავიყვანე კრემონეზე ემპოლი იყო ჩემი პირველი რეპორტაჟი, მე პრემიერ ლიგაზე რო აღმოჩნდი, საერთოდ სიგიჟე იყო იქ ჩემთვის და პირველივე თამაშზე ვიმღერე და მე ნუ გახდა ვაირალო ეს ყველაფერი და ნახევარმა რა თქმა უნდა ნეგატიურად შეაფასა, მაგრამ ვიღაცები იყვნენ, ვისაც პირველი რეაქცია მეც ეგეთი მქონდა. რა საკეთებს? ხო, რა საკეთებს, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს ხელოვნური არ იყო, იმიტომ რომ აი არიან ჩვენს რეალობაში კომენტატორები, აი რომელთაც ყოველთვის ვატყობ ხოლმე ყალბ ემოციებს და ეს ისეთ საშინელი მოსასმენია, აი როცა ყალბია ემოცია, აი არ ვიცი, ხა კალი არის მიერ რაღაც სასწაული არ გაიტანა ჩვეულებრივ გოლზე, არ შეიძლება, არ არსებობს რა, არა გაქვს ეგ ბმა ემოციური, რომ ამ ხელაზე იყირო და არის ხოლმე ეგეთი იყო მომისმენია და ძალიან გამაღიზიანებელია ეგ ფაქტი და
ხო და მაგი დავიწყე ზუსტად რომ ძალიან ორგანული იყო შენგან ეს ყველაფერი და გულწრფელი და ამიტომაც წაიღო. ხო, ჩემსაც მოულოდნელი იყო რომ იმღერე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მაგას ვერასდროს ვერ გავბედავდი. 100-დან 100-ჯერ რომ შემიშვა ხა, პირველად რომ წავიყვანო პრემიერ ლიგის თამაში, ვერც ერთხელ ვერ გავბედავ სიმღერას, მაგრამ ემოცია მისე მოიტანა და თან მე ვგიჟდები ინგლისურ ფან კულტურაზე ზოგადად და ეს ჩენთებიც პირად ვიცოდი და 2016 წელს ჩრდილო ირლანდიელებმა Will Griggs მიუძვნეს ეგ სიმღერა. ეგეთ პოპულარული მაშინ არ ყოფილა და მე ვიყავი შეიძლება ერთ-ერთი პირველი საქართველოში ვინც ამოვიჩა მე ეს Will Griggs მე გადააკეთეს ინგლისელებმა ჯეიმი ვარდიზე ვარდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო მაგ დროს იყო შეუჩერებელი მართლა იმიტომ რომ რაღაც 8 თამაში თუ 9 თამაში ზედზედ გაიტანა გოლი მაგამდე ხო ქონდა რეკორდი მაქვს ზედზედ 11 თამაში შეაგდო დააგვირგვინა ულტრაფორზე და მაგას უახლოვდებოდა და ნუ ლესტერს ქონდა ძალიან კაი სეზონი და მე მიყვარს ზოგადად ანდერდოგები რაღაცა ლესტერი 2016 ტატუ მიუძღვენით ვაუ ესე იგი boxing days-ზე თქვი ჩემი პროგნოზი რომ ლესტერი გახდება პრემიერ ლიგის გამარჯვებული და თუ გახდება აუცილებლად მივუძღვნი ამ მოვლენას სტატუს თქო და შევასრულე ტოტენჰემს რომ მოუგო იმ დღეს ის რიცხვია ამოტვიფრული რა როცა ოფიციალურად გახდა ჩემპიონი ლესტერი იმიტომ რომ ვთვლი რომ მე ასე ჩელსიმ ხო? ჩელსიმ რომ მოუგო და რო აღნიშნეს ოფიციალურად როცა გახდა ჩემპიონი მეორე დღეს წავედი და ამოვიტვიფრე ტატუ, იმიტომ რომ ვთვლი რომ მე ასეთ მოვლენას, არ ვიცი ღმერთმა ქნას, მაგრამ არ მგონია რომ ოდესმე ეს განმეორდეს ეს ზღაპარი, რაც ლესტერმა იმ სეზონში გააკეთა. თქვენ და გარი ლინეკერს ქონიათ ეგეთი პირობა. ხომ ის გონი ტრუსებში გამოჩნდა. და ვიღაცამ ხო დიდი თანხა მოიგო კიდე. 5000 რო ქონდა კოეფიციენტი. 5000 ქონდა კოეფიციენტი და მე მგონი 100 ფუნტი ქონდა დადებული. ანუ ესე იგი მე რამდენადაც ხვდები შენთვის საყვარელი ჩემპიონატი პრემიერ ლიგა ის? მაინც კი მიუხედავად იმისა რომ მილანის გულშემატკივრო ბავშვობიდან ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინც პრემიერ ლიგის ყურებით ვიღებ, იმიტომ რომ ნუ სერიას ოქროს ხანა აღარ არის სამწუხაროდ, კალჩოპოლის მერე 0-0 რეგრესირდა კალჩო და პრემიერ ლიგა ყოველთვის მაძლევს იმას, რასაც ველოდები ფეხბურთის ყურებისგან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს. შეიძლება მე-13 ადგილოსანი ეთამაშოს მე-18-ეს, სტადიონი სულ სავსეა, მარკეტინგულად მშვენივრად არის ყველაფერი გაკეთებული, იქ თავისი ფენტეზი აქვს მოყვება პრემიერ ლიგას და ფენტეზი თუ თამაშობს და თამაშობდა მაგალითად რა ვიცი, ბორნმუთის ფორვარდი ანტუან სემენიო ყავს გუნდში, დამატებით мотиваცია გაქვს იმისთვის, რომ უყურო თამაშდა. ეს мотиваცია სადღაც გჭირდება, იმიტომ რომ ბეტისი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ბეტისი და ლა ლიგაში ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი გუნდია, მაგრამ ბეტისი რაიო ვალეკანოს იმ მუღამით ვერ უყურებ, იმიტომ რომ ხო რაღაცა ინტერესი თუ არ გააქვს თანამედროვე ეპოქაში, როცა შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამე გააკეთო, გახვიდე გარეთ, გაერთო დალიო შაბათკვირას, ნახო მეგობრები, გაისეირნო და ტელევიზორში ძალიან ბევრი კონტენტია, YouTube-ზე ძალიან ბევრი კონტენტია, არ უყურებ რა, მუღამით თუ არ გაქვს რაღაცა. პრემიერ ლიგა გეხმარება იმისთვის, რომ იყოს საინტერესო. და თან მაგადი შეფუთვა ამ გათამაშების და პრევიუ შოუები საერთოდ ცალკესაც არ ვიცი ხელოვნება მე ტურის მიმოხილვა რომელიც ძალიან კარგად არის გაკეთებული ასევე თან გონია რომ ინგლისური ენაც ეხმარება იმაში რომ ყველასთვის გასაგები იყოს ფანი რაღაცას წამოიყვირებს გესმის რა იტალიაში ესპანეთში ცოტა რთულია რომ ეგრე კარგად მიადევნო თვალი აქ პრესაც გეხმარება ყველა ლაპარაკობს პრემიერ ლიგაზე და შესაბამისად შენ გინდა თუ არა საერთოდ ამის გაგონება და წაკითხვა მაინც გესმის მილანი როდიდან მილანი იუვენტუსიდან თუ ლივერპული მილანიდან მილანი იუვენტუსი ჩემთვის ადრე იყო მაინც იმიტომ რომ მაგ დროს ვიყავი 4 წლის 6 წლის ვიყავი მაშინ როცა ლივერპული მილანს დაუპირისპირდა მაგრამ მაგ დროს უკვე მილანის გულშემატკივარი ვიყავი მახსოვს დღესაც ბილეთებს რო ვკითხე რომ ის სტამბული ლივერპულთან უფრო ახლოსაა თუ მილანთან ვის უფრო ნაკლები ფრენა მოუწევს და რამდენად აისახება ეს თამაში თქო მახსოვს რა ანუ უკვე ვიტირე მილანმა რო წააგო, ანუ ეგ ემოცია მქონდა მილანთან დაკავშირებით. ბაბუაჩემ მაჩუკა შევჩენკოს მაისური, როგორც მეუნებიან ეგრე გავხდი მილანის ფანი თორე. ისე არ მახსოვს მე ნაკდად 3-4 წლის რო ვიყავი, რატო შეიძლება დამეწყო მილანის გულშემატკივრობა. შევჩენკოს ანდრეი ერქვა, ქვია ჩემი სახელი ანდრო.
და ანდრია პილო იყო ასევე და მეთქე ორი სეხნია მყავს თან მე ბევრი ბმა კი მე კაკა ყველაზე მეტად ჩემი ყო პაოლო მალდინი საერთოდ მეგონა რა ვიცი ფეხბურთის ღმერთი იყო ისე გამოიყურებოდა ისე იქცეოდა და იმხელა პატივისცემას იმსახურებდა ყველას მიერ თან ესეთი ერთგული იყო 25 წელი გაატარა ერთ გუნდში და მაგით ძალიან ბევრი მიზეზი იყო მაგ დროს იმისთვის რომ მილანისთვის გეგულშემატკივრა გუშინ იყო ანდროს დაბადების დღე და აი გენიალური ფილმი მქონდა CD-ზე გეუბნები ალბათ 1-15 წლის წინანდელი შეძენილი არ ვიცი მილანზე ვეძებე რომ მინდოდა შენთვის მეჩუქებინა და თუ ვიპოვე აუცილებლად გადმოგცემ იმიტომ რომ ეხა მე ვაღიარებ ძალიან დიდი კლუბის გულშემატკივარი ხარ აი ძალიან პატივსაცემი ჩემთვის რა და იცი რა მაინტერესებს რა ტიპის გულშემატკივარი ხარ აი მილანი აი კვარა რომ ნაპოლიში თამაშობდა როგორი იყო შენი ემოცია აუ ძალიან გაურებული რა აი უეჭველი გაურებული იმიტომ რომ ეგ ეპოქა და ეგ წლები დაემთხვა იმას რომ მილანი ანუ გაცოცხლდა გამოქვაბულიდან გამოვედით მილანის გულშემატკივრები რომლებიც იმ პერიოდში 7 წელი ვერ გადიოდა მილანი ლიგაზე ზედიზე წარმოიდგინე და რა რთულია ეგ დროს მილანის გულშემატკივრები იმიტომ რომ თან ძალიან დიდი გუნდის ფანი რო ხარ და სხვა ემოციაა ეგ ასტონვილის გულშემატკივარი რო ხარ კი შეიძლება ეხა იმ დროს როცა მოიგეს ჩემპიონთა თასი მაგ დროს გახდი გულშემატკივარი რომ ძალიან მალე გაიგებდი მაგას რომ ეს არ არის რუტინა და შენ აღარ უნდა დაელოდო ასტონვილას ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგას ეგ სხვა რამე მილანის გულშემატკივარი როცა ხარ ან თუნდაც ახლა მანჩესტერიც არ არის კარგი დღეში და მანჩესტერის გულშემატკივარი რო ხარ იტანჯები როცა აი გონია რომ დაბადების დღეზე ყველა არის დაბატისებული და შენ არ დაგბატისეს და უყურებ შორიდან როგორ ერთობა ხალხი ეგეთი პერიოდი იყო უცბად გაცოცხლდა მილანი მოულოდნელად ძალიან კოვიდის პერიოდს დაემთხვა ეგ ყველაფერი ცარიელ სტადიონზე გამოცოცხლდა მილანი რადგანაც ეგრე დაემთხვა და მე მგონი რომ ბოლო წლებში ყველაზე კაი ფეხბურთი მაგ წელს ითამაშა როცა ცარიელი იყო სტადიონი მათ შორის იმაზე უკეთეს ფეხბურთი ვიდრე მაშინ როცა ჩემპიონი გახდა მერე რამდენიმე წელში და მილანი რო გაცოცხლა და კაიფს ვიწყებდი უკვე იმით რომ ვა მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გადის ვა მილანი პლეი-ოფში გავიდა და ზუსტად მაგ დროს გადაეყარა კვარას ნაპოლის მეოთხედ ფინალში და აი წარმოიდგინეთ როგორი რეაქცია მექნებოდა ეხა რომ შემაფასებინო უეჭველი მირჩევნია რომ კვარა გასულიყო იმიტომ რომ იმ ნაპოლის უფრო შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება ვიდრე იმ მილანს რა პოსტფაქტუმ ეგრე უფრო გამოჩნდა შეიძლება იმ დროს სხვანაირად შემეხედა მაგამბისთვის მაგრამ ნუ აი კვარამ რო დაარტყა პენალტი მინდოდა რომ გაიტანა რა თქმა უნდა რა აი იქამდე თუ გაორებული ვიყავი აი მაგ მომენტში მინდოდა რომ გაიტანა ანუ შანსი არ იყო იმ ეპიზოდში მე გულშემატკივრა კვარას აცილებული პენალტისთვის კვარამ გადაფარა რა მაგ დროს ჩემთვის მილანი მაგრამ რა თქმა უნდა მილანი მილანი რო გავიდა ნახევარფინალში გიჟივით მიხაროდა მაგრამ ნაპოლის რო გასულიყო ნაპოლიც ზუსტად იგივენაირად გამიხარდა მაგრამ ცუდად დაემთხვა ეგ ამბავი რა აი დღეს რო იწყებდა გულშემატკივრობას ვის გულშემატკივარი იქნებოდა ძალიან საინტერესო კითხვა ალბათ მაინც პრემიერ ლიგური გუნდი შეიძლება ლივერპულის ფანი ყოფილიყავ იმიტომ რომ ნუ ძალიან განსხვავებულ ემოციას იწვევს ჩემთვის ენფილდი ემოცია სადაც არ არის ეგეთი გუნდის გულშემატკივარი ვერ ვქნებოდა აი პარი სენ-ჟერმენი შეიძლება მომწონებოდა იმიტომ რომ კვარა თამაშთან პატარა რო ყოფილიყავი ალბათ კვარას გამო შეიძლება დამეწყო პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრობა ეხლა რო წარმოვიდგინო მაგრამ არა საკმარისი ემოცია ჩემთვის საფრანგეთში იმეს ისე არ უყვართ ფეხბურთი როგორც ინგლისში თუნდაც რა ჩემს კი არა ალბათ ფაქტია ხუთი ჩემპიონატი. აი მე მაგალითად საფრანგეთი არ შემყავს ტოპ ჩემპიონატებში. აი არ ვიცი, აი თუ კიდე მესროლე ხარ რა. აი გაჩნია რამდენში, ახლა 3-ში მეც არ შემყავს. აი პირველი პრემიერ ლიგა ალბათ მეორე ჩემთვის სერია, მაგრამ მის იმ ხალხის ვისაც ლა ლიგა არის, ანუ სუბიექტურად ვამბობ ამას. მესამე რა თქმა უნდა ლა ლიგა არის. და ამ სამ ჩემპიონატს მივყვები, ესე ატლეტიკოს, რეალის, ბარსას თამაშს ყოველთვის უყურებ, ეგ გამოგჩა, რომ ატლეტიკო შეიძლება ყოფილიყო ის გუნდი, ვისაც გულშემატკივრებთ. იმიტომ რომ, ნუ, ცარიელი ემოცია ეგ გუნდი, მე მეტროპოლიტანოზე ვიყავი, მაშინ როცა ატლეტიკო ინტერს დაუპირისპირდა. ეგეთი მე არაფერი არსად არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ დერბი დი ლა მადონენაზე ვარ ნაყოფი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მე ეგეთი არაფერი არ მინახავს. მე ხა უნდა გაგიზია, რომ ხა ჩემთვის წმინდა ადგილი მექა არის კამპ ნოუ, რა თქმა უნდა. ბევრჯერ ვარ ბარსელონაში ნამყოფი და კამპ ნოუზე ბუნებრივია, მაგრამ აი ზუსტად იდენტური ემოცია მქონდა, როცა მეტროპოლიტანოზე მოვხვდი, ეს იყო შარშან
ატლეტიკო ვალენსიაზე. სამწნული მოიგო ატლეტიკო მეკ თამაში, მამარდაშვილი დგაგარში. არ ვიცი, აი ამ ხელა იცი რა, ერთდროულად, აი რაღაცა ძალიან კულტურული არენაა და ძალიან საფეხბურთო ამავდროულად. ალბათ ერთ-ერთი არენა, სადაც არ მინახავს საპირფარეშოს და რიგი. იმდენად კარგად არის გაკეთებული. არც აი უალკოჰოლო ლუდი იყიდება იქ, მაგრამ ამ უალკოჰოლო ლუდზეც არ მინახავს. შეიძლება რიგი მაგით არაა, რომ უალკოჰოლოა და დიდად არ უყვარს ხალხს, მაგრამ ხო ან ხო არსად არ მინახავს რიგი და ძალიან კარგადაა გაკეთებული თვითონ სტადიონამდე მისასვლელი გზა, იქ პირო შოუ ჰქონდათ გადაწითლებული მეტრო თუ არ ვცდები, სპეციალურად მანდ მისასვლელად არის, ხო, იმიტომ რომ ბოლო გაჩერება არის იმ ხაზის, ახლა აღარ მახსოვს რომელ ხაზშია, მაგრამ ხო, ბოლო გაჩერება არის და ეჭვი მაქვს რომ მაგისთვის გააკეთეს. არის საოცარი არენაა, საოცარი ემოცია და მე ვაკვირდებოდი, ახლა თამაში გადასარევი თამაში არ იყო, მამარდასაც არ წავიდა ეგ თამაში. მე ვაკვირდებოდი 90 წუთის განმავლობაში და პლუს დამატებული დიეგო სიმეონეს. ეს რეპორტაჟების დროს არ ჩანს. ეს არ ჩანს. ეს ადამიანი უბრალოდ არ ჩერდება. უბრალოდ 90 წუთის განმავლობაში ტიპი არ ჩერდება. აი რა ქონდა ისიც ნაკლებს არ ფარავს, იმიტომ რომ ნუ წარმოუდგენელია. მე მგონია რომ ნებისმიერ ფეხბურთელზე მეც გადის თამაში. სიმეონე ძალიან ბევრს დარბის და სიმეონე არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიყვარს ატლეტიკო, მიუხედავად იმისა, რომ სიმეონემდე შემიყვარდა ატლეტიკო, როცა აგუერო და ფორლანი დუეტში უტევდნენ. აგუერო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პერსონა იყო საერთოდ რა, იმიტომ რომ იქაც რო ვიყავი ერთ-ერთ თამაშზე ხარკოვში მოუწია თამაში სიტისთან შახტარს მაშინ შახტარი თამაშობდა საშინაო თამაშებს ხარკოვში და აკრედიტაცია მქონდა და თამაშის მერე ფეხბურთელებთან შემეძლო ინტერვიუს ჩამართმევა და ნუ აგუერო იყო ტიპი რომელიც ყველაზე დიდხანს გამიჩერდა ყველაზე ზრდილობიანად ველაპარაკა დებრუინი მაგალითად საერთოდ გაიკეთა კურსასმენები და არც მოგვაქცია ჟურნალისტებს ყველაფერი აი ეგეთი ტიპი ბელგიელი მაგრამ ხო ნუ ერთი პონტია რა ბენილუქსი ბოდიში გაგვანა ამერია იმაში ბარსელონას იმაში დეიონგში განსარო ფეხბურთელია თქო დებრუინი მაგრამ აი ხასიათით ჩემი ტიპაჟი არა და როცა ყოველთვის ხსოვდნენ მაგითხვას მაგალითად დებრუინი თუ მოდრიჩი ჩემთვის სხვა პლანეტაა საერთოდ ის ჟინი რაც აქვს დებრუინს ეგ არ გააჩნია აი ფეხბურთელის შეფასების მომენტში რამდენად აქვს შენთვის მნიშვნელობა მის პიროვნულ თვისებებს აი ვერ გახდება ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ტიპი, რომელიც არ მევასება როგორც ადამიანი. ძალიან რთულია. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კაკა. კაკა მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია საერთოდ. მე ვერ წარმომიდგენია კაკამ ვიღაც საწყენოს. ცოლსაც რო დაშორდა, ცოლმა თქვა რომ ზედმეტ იდეალური იყო ჩემთვის და მაგით დავშორდა. შეიძლება მოიგონა ეგ მიზეზი, მაგრამ არა, მე მჯერა. ხო, აი იმდენად სუფთა. მოსაწყენად იდეალური ადამიანია კაკა. პირველი ეს ძალიან ცნობილი იყო რომ ძალიან მორწმუნეა კაკა და ანუ პირველი ადამიანი გოგო იყო მის ცხოვრებაში მისი მეუღლე მე გაშორდა ცოტა მოსაწყენია ალბათ ეგეთი კაცი ურთიერთობაზე ხო ალბათ მასწავლე მაგრამ ხო ანუ მარტო ეგეთი ტიპს კი არ ულშემატკირო მაგალითად რა სხვა საყვარელი ფეხბურთელებიც ყავს მალდინი მაგალითად ის არ მგონია რომ იმას რამის უშავებდეს საერთოდ ცხოვრებაში მაგრამ მეტი ქარისმა აქვს ვიდრე კაკას რონალდინიოც მიყვარს მიუხედავად იმისა რომ რაღაცებს აშავებს იქ მაშინ პარაგვაიში არ შეუშვეს ყალბი პასპორტის გამო და არ მგონია რომ ესე წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდეს მაგრამ საერთოდ ბრაზილიელები ძალიან მიდრეკილი არიან ეგეთი ცხოვრებისგან რა ნეიმარიც ხო სტუნებებს ძნელად უძლებს მე ნერვიულობდი ნეიმარის და იამალის ურთიერთობებზე არ გააფუჭოს ბავშვი ხო არ გააფუჭოს იმიტომ რომ ცუდ მაგალითს შეიძლება იქით გააფუჭოს უკვე იამალი იღებს არ ვიცი ხა რომელი უფრო წმინდა ცხოვრებით ცხოვრობს ამ წამს იამალი თუ ნეიმარი არ ვიცი და ძალიან არ მომწონს ეს რაღაცა ვარსკვლავური ბოჰემური ცხოვრება ძალიან ადრე აქ დაწყებული არა და ვთვლი რომ უდიდესი ტალანტია და ძალიან დიდი მომავლის და პერსპექტივის ტიპი. არის თუ არა სეზონის მთავარი ჰაილაითი ლუკა მოდრიჩის მილანში ტრანსფერი. მე მგონია რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი. არის ჩემთვის აი როგორი მოვლენა აი ლუკა მოდრიჩი მიუხედავად იმისა რომ მადრიდის რეალის
ლეგენდა და ჩემი მოსისხლე მტრის ბანაკში მოთამაშე ანუ არანორმალური პატევისცემა მაქვს ამ ადამიანის მიმართ და რო გავიგე რომ 40 წლის ასაკში ტიპმა სერია A-ში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო ну აი ეს პატევისცემა გაიზარდა ვერცამდე უბრალოდ რა ეს არის ადამიანი რომელიც არასდროს აი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს არც არ დამავიწყდება ფეხბურთში არასდროს იმიტომ რომ ჩემი აზრით აი საფეხბურთო პროსტიტუციას რომ არ მიყო ხელი და არაბეთში არ წავიდა აი ეს იმხელა ინტელექტის და იმხელა პროფესიონალიზმის მანიშნებელია რომ არ ვიცი სიტყვები არ ყოფნის რომ ეს ყველაფერი აღწერო და ის შიმშილი საფეხბურთო რომელიც აქვს ადამიანს რომელსაც თითქმის ყველაფერი საკლუბო დონეზე რავი სანაკრებოზეც მეტი რა ვიცი რა უნდა ეკნა ხორვატიას ინდივიდუალურად ყველაფერი მოგებული აქვს ადამიანს არა ერთის ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასი და რა ვიცი კოპა იტალიაზე გამარჯვება ისე ახარებს როგორც არ გახარებია საიდან მოდის ჩემპიონთა ლიგის თასი საიდან შემიფასე აი არ ვიცი მოდრის მართლა ბევრი ვარიანტი ქონდა შეიძლება წასულიყო არაბეთში შეიძლება ამერიკაში წასულიყო იქ ინტერ მაიამისგანაც ქონდა შემოთავაზებები შეიძლება საერთოდ დაბრუნებულიყო ხორვატიაში და ზღაპრები მოეღოლა ბავშვებისთვის თავის კარიერაზე, იმიტომ რომ მართლა ზღაპრული კარიერა ქონდა, მაგრამ ამ დროს ადგა, წავიდა მილანში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც კი არ არის, ანუ მაგში მშილსაც ვერ იკმაყოფილებს ჩემპიონთა ლიგაზე იყოს კაცი, რომელიც მიჩვეულია მთელი ცხოვრება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. მაინც წავიდა მილანში, სადაც არეული სეზონი იყო, ძალიან მწვრთნელები გამოიცვალეს, არც ერთმა პორტუგალიელმა არ გაამართლა, არც ფონსეკამ, არც კონსეისაუმ, მივიდა ტოპ პროფესიონალებით იქცევა, თამაშობს, ხვებსაც მუხტავს და მართლა არაფერს აკეთებს არასწორს, იმიტომ რომ ნუ ჭრის, პასებს, გამომწვავებელ გადაცემებსაც აკეთებს. პენალტი ვის პას მოყვა იუვენტუსთან რა გააკეთა ეს როგორ ანუ დაეცა ხიმენესი და მაინც თავში დაეცა ბურთი, ანუ იქაც კი იპოვა ხიმენესის თავი, იმდენად იდეალური პასი გააკეთა, მე ბოლო წუთებზე ლეაუთს გაიყვანა ერთ-ერთ. და იმან უბრალოდ ვერ გაიტანა. მართლაც არ ვიცი, მე ვამბობ რომ ბედნიერი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეგეთი ფეხბურთელი გამოჩნდა მილანში, იმიტომ რომ სული აკლდა მილანს რა. ტონალის წასვლის მერე, ტონალი როცა გაუშვეს ძალით ნიუკასლში, მაგის მერე ვერ ხედავდი ტიპს, რომელსაც ისევე წმინდა და უხაროდა გამარჯვებები და მარცხი, როგორც თვითონ გულშემატკივარს. ძალიან კაი სანახავი იყო, აი პირველ ტურებში კურვა სულს მილანის ფანკლუბს ჰქონდა აკრძალული თამაზე დასრება. თამაზე იყო საშინელი ატმოსფერო, მართლა თეატრში გეგონებოდა თავი და სულ სიჩუმე იყო, მაგრამ მოდრიჩი როგორც კი მიიღებდა ბურთს, ხალხი აი თითქოს ფეხზე დგებოდა და ისე უკრავდა ტაერს. იმდენად მიუჩვეველი იყვნენ ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი ტოპ მოთამაშის ნახვა სან-სიროზე. ნესტამ თქვა, რომ პირველს მერე ეგეთი ნახევარმცველი მილანს არ ყოლია და მე ვეთანხმებ. ვისი იდეა იყო იბრაგიმოვიჩის შენი აზრით? მოდრიცე სულ იწერებოდა, რომ მილანთან დაკავშირებით ჰქონდა სიმპათია, იმიტომ რომ ნუ ბობანი თამაშობდა მილანში და ბავშვობაში ალბათ ლეგენდა ხორვატიის თან სამაგალითო ტიპი იყო ბობანი ნებისმიერ ხორვატისტვის იქ ეროვნული გმირი ფაქტობრივად. კი, მოედანზე ჩხუბი და ყველაფერი ახსოვთ ზმუნი მირისგან და ბობანის გამო რომ მოწონდა მოდრიც მილანი, მე უკავშირებდნენ კიდეს, რამდენჯერმე დაიწერა იქამდე წლების წინ რომ მოდრიც შეიძლება გაასულიყო მილანში და ეხლა ალბათ ნაკლები კონკურენცია იყო, მოდრიციც მიხვდა რომ ნელ-ნელა ძალიან უმცირდებოდა სათამაშო დრო, არადა თურმე რა ენერგია ქონიას ხელში, ნუ კასნაკული დარჩა მილანი ნაპოლისთან. წარმოიდგინე და მაინც 90 წუთია თამაშა ალეგრი მოდრიც. ეხლა ეს რომელიმე გამოუცდელ მწვრთნელს რო გაეკეთებინა, შეიძლება დავფიქრებულიყავ იმაზე, რომ შეცდომა სხვა რუშებს 40 წლის კაცს რო ტოვებს ბოლომდე მოედანზე, მაგრამ ნუ ვინც უყურა იმ თამაშს მოდრიჩი რო არა, შანსი არ ამილოს იქ თამაში მოიგო. იმიტომ რომ ხა ვარჯიშებზე ხო უყურებს და ნუ ეთყობა ხვდება რომ შეუძლია რომ გაკაჩოს. სამუელ რიჩტაიმატა მილანმა იტალიის ნაკრების წევრი არის და ძალიან პერსპექტიული ნახევარმცველი. ერთ თამაში არ დაუწყია ძირითადად და მოდრიჩის გამო, ნუ ერთ პოზიციაზე თამაშობდნენ. მე მინდა რომ რაც შეიძლება მეტი დრო ითამაშოს. მეც ეგრე მინდა. დიდი სიამოვნებით იცი როგორ მიხარია მილანის თამაშების ყურება. აი ყოველ ტურს სულ მოუთქმელი ველოდები, აი. ხო, მიზეს გაძლევს, რომ
ჩართო ტელევიზორი. საერთოდ არ იყო სანახაობრივი თამაში იუვენტუს მილანი, მაგრამ პირველი ტაიმი კატასტროფა. ჰაილაიტები მაინც შექმნა. პირველი ტაიმი მეორე წავიდა. ისა და ისა მოდრიჩის გამო, იმიტომ რომ მაგ პენალტზეც გამომწვევებელი პასი მოდრიჩმა გააკეთა და მე ლეაუს რო მომენტი ქონდა, მანდაც სასწაულობას აკეთებს ლუკა. აი რაღაცა მე მომწონს რა, როცა მისდის თამაში მომწონს ლეაუს სიმართლე გითხრა რა. აი ამ ტიპის აი კარგი დრიბლინგი აქვს, ანუ კარგი მონაცემები აქვს საფეხბურთო, მაგრამ არასტაბილური, აი რაღაცა უმარიულო. აი მოდრიჩის ხასიათი რო ქონდეს ლეაუს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა მსოფლიოში. მოდრიჩის ხასიათი რო ქონდეს ლეაუს, მაგრამ ხო აი ვერ შედგა რა ეგეთ ფეხბურთელად. აი შეიძლება სწორი მწვრთნელი არ ყავდა, არ ვიცი ხა ამ სეზონში ცუდად დაემთხვა ის, რომ ალეგრი ზაფხულში ყველაზე მეტად ამას ელაპარაკებოდა, მე კოპა იტალია დაიწყო და პირველივე თამაში გაიტანა და როგორც კი გაიტანა, ეგრევე მიიღო ტრავმა, ხუთი თამაში გამოტოვა. ეს ხუთი თამაში მე მილანმა კარგად ჩაატარა, ნუ პირველი კი წააგეს, მაგრამ დანარჩენები ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაუშვიათ და დაბრუნდა ლეაო. და დაბრუნდა ლეაო იმ მოცემულობაში, რომ ხალხი უკვე ლაპარაკობდა იმაზე, რომ არის კი საჭირო ლეაო მილანში. ლეაუს ნახე რა კარგად თამაშობენ 3-5-2-ით თან ლეაუსთვის პოზიციის შესვლა გიწევს. თუ 3-5-2-ით თამაშობ, ერთ-ერთი ფორვარდი უნდა იყოს ლეაუ. არ და ლეაუ იმით არის ცნობილი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია და ის ფლანგიდან შეტანა უყურს ცენტრში. ეგ არის მაგის თავი. თორემ კარგი ფინიშერი რო ვერ არის, ეგ გამოჩნდა იუვენტუსთან. თუმცა მე ლეაუს ძალიან ჯერა მე ძალიან ვაფასებ ლეაუს, იმიტომ რომ კლაჩ მოთამაშეა და საჭირო მომენტში, აი მაგალითად მაშინ როცა 2022 წელს ერთი მომენტი შეიძლება საჭირო მომენტი გაგიკეთოს. ბოლო 5 თამაში რაც გააკეთა ლეაუმ, აი თუ გინდათ გადაახვიეთ ან ნახეთ ჰაილაიტები, ბოლო 5 თამაში პირადად დაადებინა მილანს სკუდეტო და მაგიტო ახლა არ გონი არ არსებობს მილანის გულშემატკივარი, ვინც მაგას არ უფასებს, მაგრამ მეცველით მისგან რა არის ფეხბურთელი, რომელიც დიდ თამაშს ყოველთვის კარგად ატარებს, მაგრამ პატარა გუნდებთანაც საჭიროა, რომ კონდეს ის ჟინი და ემოცია და სურვილი, რომ მიაქცია წარმატებას იმისთვის, რომ ხალხი განგიხილავდეს მერე ტოპ მოთამაშეებს შორის. რა თქმა უნდა. თუმცა, ნახოთ, აი მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია, რომ გამოადგება მაგრად პორტუგალიას, თუ რა თქმა უნდა დააწყებინებენ ძირითადად. მე ძალიან მომწონდა მილანში პიოლი. ტიპაჟია ისეთი. აი ძალიან ესეთი ძალიან ორგანული მწვრთნელი იყო ჩემი აზრით მილანისთვის. აი ალეგრიზე რაც მე ალეგრი ცოტა მჟავე კაცი არის პიოლისთან შედარებით. მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შევადარებ როგორც მწვრთნელებს. ანუ ალეგრი სულ სხვა ლიგაშია პიოლისთან შედარებით. მაგრამ ნუ პიოლი ჩემი აზრით ფეხბურთის არამოყვარულ ტიპსაც შეიძლება გაუსწორდეს და დაევასოს თავის ჩაცმულობის გამო, იმ ისტორიის გამო, რომ ასტორი რო ყავდა გუნდში და მე ტატუ გაიკეთა მისი გარდაცვალების მერე ისე განიცადა თვითონ მილანის გულშემატკივრებმა პიოლის on fire რომ მიუძღვნეს სიმღერა და მე ამ ზოგჯერ კარგ ტაქტიკოს გუნდში, მით უმეტეს ისეთი ტიპის გუნდში, როგორც მილანია, შეიძლება ეგეთი ქარიზმატული ტიპი ჯობდეს. იმ პერიოდში ჯობდა, მაგრამ მაგდებულებას უფრო გავყვები იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვისაუბრებთ ნაკრებს. იმიტომ რომ ნაკრებში ცოტა გადაფასებულია ტაქტიკოსების როლი. იმიტომ რომ მაგ ხელა დრო არც გიწევს რომ გაატარო ფეხბურთელებთან, რომ იქ რაღაც რევოლუციური ტაქტიკა დანერგო ან სქემა რაღაცა ის მოიფიქრო. აი მან გონია რომ იტალიის ნაკრებმა როცა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ემოციის და გასახდელში კარგი ატმოსფეროს ხარჯზე უფრო მიაღწია წარმატებას, ვიდრე მანჩინის რაღაც გენიალური ტაქტიკოსობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კაი ფეხბურთი ითამაშა იტალიამ მაგ წელს და მგონია რომ ეგეთი კაი ფეხბურთი მე რაც ფეხბურთს უყურებ, ბოლო წლის განმავლობაში იტალიის ნაკრებს არასდროს უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო და ტოტია გოლი. ეთერში ვიყავი სტუმრად გიორგი ფულარიანთან, თუ სწორად მახსოვს და ვთქვი რომ ღმერთო რა გვეშველებოდა ამ ჩემპიონატზე რომ არ ყოფილიყო იტალიის ეროვნული ნაკრები. ურადორმა ნაკრებმა ითამაშა კარგად. ესპანეთი და იტალია და ფეხბურთს. ვინ გვაჩვენებდა? მაგრამ ნუ ვინცაც არ უყვარს ეს ესპანური ტიკიტაკა, მაგათთვის თავშესაფარი გახდა იტალიის ნაკრები მაგ კონკრეტულ ევროს. იტალია და ესპანეთი ორი საუკეთესო გუნდი იყო მაგ ევროზე და მე იტალია კი გახდა ჩემპიონი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან
თამაში უკეთესი გუნდი არ ყოფილა, მაგრამ თლიანად ევროს თუ გადავავლებ თვალს, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული, როგორც დაიწყო საერთოდ იტალიამ თურქეთთან თამაშით და თურქეთი dark horse-ად ითვლებოდა, მაგ წელს მახსოვს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ბურაკ ილმაზი იყო გამხდარი ბომბარდირი ლიგა 1-ში, ლილთან ერთად ჩემპიონიც გახდა და ხალხი მოელოდებოდა თურქეთისგან სიურპრიზებს. გამოვიდა იტალია და თურქეთს გადაუარა და მას მერე კარგი. ნაკრებებში ეხა საქართველოს ნაკრების შედეგების გათვალისწინებით ცოტა უღრღულია აქ შეკითხვა, მაგრამ უცხოური ნაკრები, რომელსაც გულშემატკივრობ იტალია? გულშემატკივრობდი, უფრო ვიდრე ახლა გულშემატკივრობ, არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალი არის, რომ ცუითაობა ყავთ, შეიძლება იმის ბრალი არის, რომ საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და გადაფარა და გადავაფასე, მაგრამ ადრე თუ შეიძლება ეხა მე თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენ იტალია რაღაცას მოვიგებთ, ანუ ეხა მაგას ვერ ვიტყვი, არ იქნება ჩემგან ორგანული რა, მაგრამ ბავშვობაში ეგრე გულშემატკივრობდი, თითქოს ჩემი ქვეყანა ყოფილიყო რა, შვედეთთან რომ წააგეს სან-სიროს და სოფლიო ჩემპიონატს ვერ გავიდნენ, კი მაგრამ ვიტირე რა, ერთი კვირა დაგრუზული ვიყავი, ძალიან აი ფეხბურთის გაგონება არ მეტ. ეხა მივეჩვი. იცი რა, მე დავიჭირა ჩემი თავი, მე ნიდერლანდების გულშემატკივარი ვარ და საერთოდ ნიდერლანდებიდან და კრუიფის ფენომენიდან მივედი კატალონიის ბარსელონამდე. მაგრამ დავიჭირე ჩემი თავი, რომ აღარა მაქვს ეგ ემოცია, ანუ ნაკრები თუ ნაკრები, ჩემი ქვეყნის ნაკრები რა. ისტორიებს უფრო გულშემატკივრობ. ვიდრე თვითონ პერსონაჟებს უკვე სანაკრებო ფეხბურთში. საკლუბოსთან შეუვალი ვარ. ანუ ჩემი საყვარელი კლუბი, იქ არ ვიცი, ქართველი, მეზობელი, შვილი, ჩემი, აი ამას გეურები როგორ გულწრფელად იცი და ვინც მიცნობს ყველა დამეთანხმება, აი ჩემი შვილი რომ თამაშობდეს სხვა საფეხბურთო გუნდში, რომელსაც ბარსელონა ეთამაშება, არასდროს არ უგულშემატკივრობ, გამორიცხულია. ხო ძალიან ცნობილი ის არის ფაქტი, ბეკჰემის ბაბუა იყო ტოტენჰემის გულშემატკივარი და ისე მოკვდა ის კაცი, რომ არასდროს მანჩესტერისთვის მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდა გახდა მისი შვილიშვილი. ჯონ ტერის აქვს მოყვეული კიდევ ეს თემთან გოლი გავიტანე და ტრიბუნას დავინახე, მამაჩემი და ბიძაჩემი შუათითებს მიჩვენებდნენ და. ხო და მე მესმის. იმიტომ რომ ზუსტად აი იგივე გრძნობა მაქვს მე ჩემი საყვარელი. ან მე ცხოვრების ნაწილი ხდება. ეგრე იხსენებ ხოლმე შენ თავს, ახლა მე რო ვიხსენებ ჩემ თავს როგორ რას ვაკეთებდი 14 წელს რო ვიყავ, პირველ რიგში ვიხსენებ მილანი რა შვებოდა და მე იმ სეზონს ვიხსენებ და მე რას ველოდებოდი, რა მოლოდინი მქონდა, ვინ მევასებოდა და საერთოდ როგორ ხასიათზე ვიყავ. მაგით ვიხსენებ ხოლმე და შეუძლებელია რომ სადღაც დაიკარგოს. ზუსტად ეგრე, აი დღემდე ხო აი რამდენი წელია ღმერთო არც კი მინდა დათვლა, რამდენი წელია ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, თან ცუდი პერიოდიდან ის კი არა რომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ყველაზე ცუდი პერიოდიდან ხო აი რა ვიცი, აი სამეული რო სანატრელი იყო იმ დროიდან და დილით რო ვიღვიძებ, არ ვიცი, შეიძლება ჩემ შულს არ დავურეკო და არ მოვიკითხო, მაგრამ ბარსელონაში რა ხდება, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივიღო, აი ამ დონეზე. ხო და სანაკრებო ფეხბურთზე ეგრე ვერ ვარ, იმიტომ რომ არა. ადრე ვიყავი უფრო და ეხლა მაგალითად 2022 წელს სოფლიო ჩემპიონატზე რო ვიხსენებ ჩემ თავს როგორ გულშემატკივრობდი მესის და არგენტინას, იმიტომ რომ მინდოდა რომ მესის მოიგო სოფლიო ჩემპიონატი, აი ფეხბურთი უფრო მიყვარს გონი ვიდრე მილანი, ანუ ნებისმიერი რამ რაც ფეხბურთში არის, თვითონ ფეხბურთი უფრო მიყვარს და მაგიტო მესის ვაწურინებდი მაგ სოფლიოს და მაგ დროს უფრო ვინერვიულე, ვიდრე ვინერვიულე იტალიის ნაკრებზე ბოლო რამდენიმე წელიწადში. რა ევროპის ჩემპიონატს არ გულისხმობ. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, ალბათ ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი ამ ქვეყანაზე ბევრი იყო ეგეთი ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ვიყავი ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ მე არგენტინის გულშემატკივარი არა ვარ, მაგრამ ეს მესის რო ეს ისეთი კანონზომიერება იყო, რომ აუცილებლად უნდა მოეგო. მის გარეშეც ყველა დროის საუკეთესოა ჩემთვის და ამით არაფერი არ შეიცვლებოდა, მაგრამ აი სკეპტიკოსებისთვის მინდოდა რომ დაემტკიცებინა, რომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება. არაბული ფული შემთხვევით არ ვახსენე. რა დამოკიდებულება გაქვს და მარტო არაბეთში წამსველ ფეხბურთელებზე არა. არაბული ფული ევროპულ ფეხბურთში. რამდენად საზიანოა ეს ფეხბურთისთვის?
ხო, ნუ სპორტს ვოშინგი, რაც არის ძალიან ცნობილი რამე, რითაც მე თვითონ რაღაც გაპატიოსნებას ცდილობს ხალხი, რომელიც ადამიანის უფლებებს არ იცავს საერთოდ თავიანთ ქვეყანაში, ძალიან დიდი პრობლემა არის ფეხბურთისთვის. კატარში რო ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი და რამდენი მუშაი მსხვერპლობა მაგ ამბავს, ერთ-ერთი გერმანიის ნაკრები მახსენდება, მე მგონი, ვინც ცოტა ხმა მოიღო და მე მგონი დათამაშე ფეხბურთს დაიწყოთ, არ მინდა ეხლა მარტო მაგას დავაუბრალო. რაღაცა ისე უნეიროდ იყვნენ ჩასულები იქ და ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ გრანდებს უქმნის საფრთხეს პირველ რიგში. მაგალითად, ტონალი აგერტუი და ნიუკასლმა გადავიდა მილანიდან ნიუკასლში. ნიუკასლს უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე მილანს. ნიუკასლს შეუძლია აახიოს ფეხბურთელი ამხელა გრანდს, როგორც არის მილანი და ეგ მე ვერანაირად ვერ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუკასლს პატივს თავიანთი გულშემატკივრების გამო, თუნდაც ფეხბურთელების ტონალის გარდა ვოლტემანდეც ძალიან სახასიათო პერსონაჟია, რომელიც ეხლა დაიმატეს ზაფხულში და მის გამო კიდევ უფრო დიდი სიმპათიები მაქვს ნიუკასლის მიმართ. მაინც ვერანაირად ვერ შევაფასებ, როგორც დადებით მოვლენას ფეხბურთისთვის, მგონია რომ აფუჭებს ფეხბურთს, ზოგადად ბევრი ფული. თუნდაც იყოს რა რუსული იყოს თუ ამერიკული, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც მოდელი თუ არ არის, რომელსაც იცავს კაცრად გუნდი და ვითარდება ამის მიხედვით. მე ვერანაირად ვერ ვცեմ, აი ჩელსის მაგალითად როგორც აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, გული ვერ მიმდის. მიუხედავად იმისა, რომ აბრამოვიჩი ყავდათ პრეზიდენტი, შეიძლება აბრამოვიჩი ბევრად კაი ადამიანია, ტოდ ბოული. ალბათ წესდეგრე უნდა იყოს. ბანკების ბიზნესი მაინც არ აქვს. ტოდ ბოულის. აბრამოვიჩის ჩელსის ბევრად უფრო დიდ პატივს ვცემდი, ვიდრე ამ ჩელსის. იმიტომ რომ იმას ხასიათი ქონდა. მგონია რომ ეს ხასიათი იკარგება, როცა გასახტავს ფეხბურთელები ვერ ეტევიან და ყოველ წელს, ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ტალანტს ყიდულობ, ახალ მესის ეძებ, მოკავს 7 ნიჭიერი ფეხბურთელი და მე 7-დან 4-ს უშვებ მეორე სატრანსფერო ფანჯარაზევე. რაღაც სული იკარგება მგონია და ჩელსი დიდი გუნდია, მე რაც ფეხბურთს უყურებ, ყოველთვის დიდი მიზნები ქონდა და ცოტა გულენწყდება რომ რაღაც ეს პროექტი ისე ვერ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს. საერთოდ მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ადამიანი ჩვეულებ მე ნუ კარგად თამაშობს ფეხბურთს რა მოხდა მე როგორ შეიძლება 100 მილიონი ღირდეს და ეს ხო საშუალო თანხაა ხო კარგი ფეხბურთელის ახლა 100 მილიონი ძალიან ბევრიც არ არის დემბელეშია თავის დროზე არ გაგატანენ კარგ ფეხბურთელებს 100 მილიონი რა ანუ როგორ შეიძლება 100 მილიონი ცოცხალი არსება რომელიც ბურთს კარგად ატარებს ღირდეს აი წარმოუდგენელია ჩემთვის იმდენად შემოსავლიანი სპორტი გახდა ფეხბურთი გემბლინგის გამო თუნდაც და ამ პოპულარობის რომ მე ფასდებიან ისე ფეხბურთელები ეგრე და არავინ არ აწესებს კიდე არავინ არ ხარობს ხო რაღაცა ზედაზღვარი ან სახელფასო ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები რა არ შეიძლება რომ აი დანარჩენი საზოგადოება აი აქ იყოს და სპორტის სახეობები და ეს ნუ NBA კიდეც ცალკე ის არის თემა იქ თავისი ხელფასებით და სატრანსფერო ფასებით მაგრამ უკვე რუტინა გახდა ჩვეულებრივად 100 მილიონს გადახდა ფეხბურთელში და აი მე ძალიან წყდება გული. მიუხედავად იმისა, რომ მოიზეს კაისე ძალიან კაი ფეხბურთელია და ერთ-ერთი საუკეთესოა ახლა თავის პოზიციაზე პრემიერ ლიგაში. თავის დროზე რო ჩელსიმ ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი მოხსნა იმ ფეხბურთელის გამო რომელიც რავი რო გააჩერო ქუჩაში 50 ადამიანი ალბათ ვერცერთი ვერ გიპასუხებდა მაგ დროს ვინ არის საერთოდ მოიზეს კაიცედო აი ეგ არის ჩემთვის ძალიან ცუდი ამბავი მიუხედავად იმისა რომ გამოადგა ჩელსის ძალიან ეგ ფეხბურთელი და მაინც აი ვინც დიდი ხანია ფეხბურთს უყურებს ალბათ აგიზიანებს ეგეთი ფასები აი ნეიმარი რო გადავიდა თავი 222 მილიონად გადავიდა ხო პარი სენ-ჟერმენში ხო შეთავაზება დღეს წავიკითხე იმაზე რა ქვია 230 მილიონზე იამალზე იამალი ალბათ ახლა უფრო მეტიც ღირს 230 მილიონი უღირს ბარსელონას რომ გაუშვას ტალანტი, რომელმაც შეიძლება 15 თუ უფრო მეტი წელი თამაშოს მაგაზე უნდა აწყოს უახლოესი 10 წლეული წესით ბარსელონა. თან 230 მილიონი. ეგ თუ ნეიმარის და ნეიმარის მამის კვალს გაყვა ეგ და მამამისი. ძალიან ცუდი იქნება. არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული ანდრო მაგაში რომ პრინციპული იქნება მესი არ არის იამალი. სხვა საერთოდ სხვა ტიპაჟია და ყველაფერი არის მოსაუბრელი მაგ ადამიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ მე მესის ეგასაკი ძალიან კარგად მახსოვს და ასეთი მესი არ იყო. ხო, აი 17 წლის ნახდა დაყოფილა აი მესი და 17 წლის იამალი
აი შედარებაც კი არ არის იმდენად მაღლა. მესი ძალიან კაი იყო 19 ნომრითაც როგორ შეიძლება ვიღაცას რა დაცდეს ჰეტრიკი არ შესაძლებელი კლასიკაში. ესე რო ქონდა მაისი. მაგრამ მესი გახდა მესი როცა 10 ნომერი ჩაიცო. გვარდიოლას პირველ სეზონში მესი უკვე იყო რაღაც სხვა პლანეტიდან. იქამდე ქონდა გამონათებები. 17 წლის და 16 წლის მე შეიძლება კარად არ მახსოვს, მაგრამ იამალის დონე ნახდა არ ყოფილა და არც არავინ არ ყოფილა, მგონი პელეს არ ვეხები. პელე კი იყო ალბათ. 17 წლის. მილანის შანსებზე მინდა კითხო მიმდინარე სეზონში. რა სიტყვა? ალბათ სეზონის დაწყებამდე რომ დასხდნენ მაგიდასთან იფიქრეს რომ 4-ელში შესვლა იქნებოდა დამაკმაყოფილებელი. მას შემდეგ რაც წინა სეზონში მერვე ადგილზე გავიდა მილანი და საერთოდ ყველანაირი სული დაკარგული ქონდა გუნდს. მაგრამ იმდენად კარგად დაიწყო ალეგრისთან ერთად გუნდმა და თან არსებობს პრეცედენტი რომელიც ანტონიო კონტემ შექმნა შარშ როცა გამოთავისუფლებული ქონდა კალენდარი არც ერთ ევროტურნირზე არ იყო და ამის ხარჯზე მოიგო სერია საკმაოდ სუსტი გუნდით. შარშანდელი ნაპოლი სუსტი იყო რეალურად. მით უმეტეს კვარას ტრანსფერის მერე ზამთარში დაკარგეს საუკეთესო ფეხბურთელი და მაინც მოახერხეს სკუდეტოს მოგება და მაგ გუნდით თუ კონტემ შეძლო ჩემპიონობა. ინტერმა იმიტომ რომ ხო ინტერი იქ სამ ფრონტზე იბრძოდა. და მაგიტო ჩემს დეხა უკვე მილანში გაუჩნდებოდა ამბიცია რომ იბრძოლონ სკუდეტოს და რომას ლოგოს მიჩვენებენ. გასპერინი დაიმატეს ახლა რომაში და მშვენივრად დაიწყო რომ სეზონი, მაგრამ მილანი გონია რომ ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება ჩემპიონობისთვის იმ ფონზე რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს და არც ევროპა ლიგაზე არის და ყავს ისეთი მწვრთნელი რომელიც არის X გზის ჩემპიონი სერიაში. ერთხელ მათ შორის მილანთან ერთად ყავს გამოცდილი ფეხბურთელი მოდრიჩის სახით, ყავს ვარსკვლავი ლეაუს სახით. დაცვა დაალაგა ალეგრიმ ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე სოფლიოში მაიკ მენიას სახით გონია რომ ტეო ერნანდესის რო დარჩენილიყო ალბათ უფრო ამბიციურებიც იქნებოდნენ მაგრამ ნუ ტეოსთან ვერ მოგვარდნენ და კი თამაშობს ახლა ალ-ჰილალში. საერთოდ მილანის თამაშები რომ მიყავს კარგად გრძნობ თავს? კი, კარგად გრძნობ თავს და უფრო ნაკლებს ნერვიულობ ვიდრე მაშინ როცა ტელევიზორთან ვჯდები, იმიტომ რომ იქ სხვა პასუხისგებლობას გრძნობ. საყვარელი მაქვს თამაში დერბი დი ლა მადონა, სადაც ინტერმა მოიგო სკუდეტო. ანუ მაგ თამაშის მერე ოფიციალურად გადაეცა გუნდს თასი. და ეგ რომ მენახა მე მეორე მხრიდან. მგონია რომ შეიძლება დამიმწვრია იქ რაღაცები და იქ რო ვიცოდი რომ ჩემ პროფესია იყო და პატივი უნდა მეცა მათ შორის ინტერის გულშემატკივრებისთვისაც და იმათვის მე საღამო არ გამიფუჭებინა წავიყვანე ისე როგორც უნდა წამეყვანა და მე მგონი მაგ თამაშის მერე პრეტენზიები არ ქონია არავის რომ ანდრო მიკერძოებული იყო რაღაც და სახში ძალიან ვინერვიულები შესაბამისად მირჩევნია წავიყვანო როცა ეგეც ნერვიულ თამაშია ვიდრე უყურო იმიტომ რომ სხვანაირად ნერვიულობ როცა უყურებ თავს. ანდრო, თვლი რომ აი ცხოვრებაში გაგიმართლა ძალიან რომ ამ სფეროში მოღვაწე. ძალიან, იმიტომ რომ ხელფას მიხდიან იმაში, რის კეთებას მიყვარს. მე რო წარმოვიდგინო ეხლა რაღაც ისეც ვაკეთებ, რაც საერთოდ არ მიყვარს. დგები დილის 9 საათზე მივდივარ სამსახურში და მე მთელი დღე იმაში ვკარგავ დროს, რომ გავაკეთო ისეთი რაღაც რაც საერთოდ არ მეჭებს სიამოვნებას. გონია რომ ბევრად მოსაწყენი ცხოვრება მექნებოდა და ეხლა ველოდები ყოველ შაბათ-კვირას აბა რა მიმყავს, რით შეიძლება ვიკაიფო ამ კონკრეტული თამაშით და სხვანაირ სიამოვნებას ვიღებ. ჯერ არ გადაგივიდა რუტინაში, ან სიამოვნებს თავიდან ბოლომდე რასაც აკეთებ. ხო, ეხლა რა თქმა უნდა ლეჩე ვერონას აყვანა ისე ვერ გამისწორდება როგორც ლივერპული მანჩესტერის რაღაც მილანი ინტერის მაგრამ კარგი თამაშები მიყავს ასე ზოგადად. კი ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია მაგასთან დაკავშირებით მაგრამ იმ ლეჩე ვერონაშიც ვცდილობ რომ რაღაც მუღამი დავიჭირო ისეთი რითიც ჯერ მე მივიღებ სიამოვნებას და მე მაყურებელს იმიტომ მე თუ ვერ მივიღებ სიამოვნებას გონია რომ ძალიან გაუჭირდება მაყურებელს სიამოვნების მიღება იმ კონკრეტული მატჩში რუტინაში რომ გადამივა მე ვეცდები რომ წავიდე ამ პროფესიიდან იმიტომ რომ ხო რას ვერჩი ხალხს რატომ უნდა ვასმენო რატომ უნდა გავაფუჭო პროდუქტი რომელიც არის უმაღლესი ხარისხის პრემიერ ლიგა ძალიან ძვირად ღირებული და მე მგონია რომ არც არავინ გამაჩერებს თუ მიხვდნენ რომ რუტინაში გადამივიდა და ისეთ სიამოვნებას ვეღარ ვიღებ და მე თვითონაც აღარ მაგრამ შეიძლება არც მოგბეზრდეს იცი ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი მე არ მბეზრდება ფეხბურთი აი
ბევრი რაღაცა შემოვიდა ხო ჩემ ცხოვრებაში. ეხლა როცა მარტო ვიყავი და ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავ, ხო. მე ჩემი პროფესია გახდა, მე შვილები გაჩენ ჩემ ცხოვრებაში, ხო? ანუ ბევრი გამომეზდება. მაშინ და კომენტატორობა ისე აღარ მისი ამოვნოს, როგორც ეხლა. თან, ნახე, მე რას ვიძახი, რომ განა ბარსელონას გულშემატკივრობა და ყურება არ მომბეზია. ნიშნობა არ აქვს. გადის რაღაცა. ყველაფერს ვუყურებ. აი, ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებით მაგას მევხვდი, აი კოვიდის დროს ფეხბურთი არ იყო და მე შალკე დორტმუნდი დაბრუნდა. ბელორუსის ჩემპიონატი. ბუნდესლიგაზე არ გიждები, მაგრამ ის შალკე დორტმუნდი იყო ჩემთვის, რომ აი ცხოვრება დაბრუნდა. იმიტომ რომ აი იქამდე რას ვაკეთებდი და უყურებ ძველ თამაშებს. მე ბელორუსის ჩემპიონატს ვუყურებ. აი მაგამდე არ მივედი, კიდე კაი ეგ იქნებოდა დეპრესიის ბოლო დონე, რომ ბელორუსის ჩემპიონატის წესებია. ეგენ ხო არ აღიარებდნენ იმას. ხო, კოვიდს არ ვაღიარებთ. მან როგორც საბჭოთა კავშირში სექცია იყო, ეგრე კოვიდი არ ყოფილა მაგათთვის. შენი სტატუსი ვნახე გუშინ წინ და ძალიან მენიშნა ბიძინა ბარათაშვილს და გოუთი გავიცანიო არა მარტო საფეხბურთო თუ ლეონტი მროველი საფეხბურთო თვითონ იღადავა რაღაცაზე მე ლეონტი მროველი კი არა ვარო ფეხბურთის ყველაფერი ვიცოდი მე მგონი არა ეგ გადაცემა არ მინახავს სხვათა შორის მონიშნული მაგ და აუცილებლად გამოხმაურებები ვნახე და მივხვდი რომ რაღაცა ძალიან ტოპია მე მგონი რომ ბიძინა ბარათაშვილი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ალაპარაკო და შეუძლებელია მოიწყინო და მით უმეტეს როცა ფეხბურთზე ლაპარაკობს და მით უმეტეს როცა სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე საუბრობს მე არ მეგულება ამ ქვეყანაში ადამიანი და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში ვისაც მასზე საინტერესო შეუძლია აზრის ჩამოყალიბება იქ იუმორით გაჯერებული ფრაზების თქმა და ყველაფერი საერთოდ რა მე შენზე ბევრი ორჯერ მეტი მინახავს ცხოვრებაში და მე ძალიან მიჭირს გავიხსენო ვინ შემხედრია ცხოვრებაში უფრო ინტელიგენტი ვიდრე ბიძინა ბარათაშვილია, უფრო განსწავლული ფეხბურთში და არა მხოლოდ ფეხბურთში. უფრო ადამიანი ვიდრე ბიძინა ბარათაშვილია, უფრო და უფრო. ანუ მე ვარ ადამიანი, რომელსაც მასთან მეგობრობის ბედნიერებაც აქვს, მასთან მუშაობის ბედნიერებაც აქვს და აი პირობითად ერთ კოვს ყავაზე თუ შევხედავდი ბიძინა გაქვს ერთი კოვზე ყავა ეს რას ნიშნავს რომ სანამ მე ჭიქაში ვიყრი ერთ კოვს ყავას იქ 2 წუთში ისეთი რამის თქმას მოასწრებს რომ გამოვდივარ პლუს ერთი კოვზე ყავით გამოვდივარ და მინიმუმ ისეთი ინფორმაციით რომელსაც ცხოვრებაში გამოვიყენებ. საოცარი ადამიანია და აი არც ერთი წამით არ ვამეტებ, რომ აი ბედნიერია, ვინც მის ეპოქაში ცხოვრობს. თან რა უნდა აღნიშნო? ხო, მისი კაბინეტი, ყოფილ ხარ მის კაბინეტში თუ არ ყოფილ? ვიდეოები მინახავს. მისი კაბინეტი არის ყველაზე მოკრძალებული კაბინეტი, ვის აი საქართველოში ყველა დირექტორებს შორის და ყველა უფროსებს შორის. აი მის კაბინეტში რო შეხვალ მიხვდები რეალურად რა ადამიანთან გაქვს საქმე და ერთ-ერთი თავი პლუსი რაც აქვს ის არის რომ არ გაგრძნობინებს ამდენ დიდი ადამიანი. აი რო ელაპარაკები გონია რომ ერთ დონეზე ხართ რა. ეგ არის ზუსტად ის მანიშნებელი რომ ინტელიგენტია. თვითონ იმდენ კომპლიმენტს გიკეთებს ანუ შენ საერთოდ ვერ ხვდები რით დაიმსახურე მისგან ეგეთი სიტყვები. შეიძლება თვითონ გაიცინოს ხა თავის თავზე რომ ეგრე ლაპარაკობთ რომელი მესი ან მარადონა მე ვარო იფიქროს მაგრამ აუ ჩემთვის ძალიან პატრიოტსაცემი ადამიანია და ბავშვობიდან მოყოლებული მას ლევან სალუქვაძეს ვახო გეგელიას ძალიან მაგარი სულ სხვანაირად უსვე გიგა გვენცაძეს ასევე რომლის გაცნობის პატივიც ჰქონდა ასევე სლოვაკეთში რო იყო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი და გიგაც ეგეთი ადამიანია რომ საერთოდ არ გაგრძნობინებს ასაკობრივ სხვაობას თუნდაც ინტელექტის სხვაობას იუმორის სხვაობას თუ სტაჟიანი გულშემატკივრობის სხვაობას შენსა და მას შორის საერთოდ არ იგრძნობა ეგ ყველაფერი და მაგიტო კიდევ უფრო პატრიოტსაცემი ადამიანები და მითუ მიუხედავად იმისა რომ აი წარმოგიდგენთ ხო კომუნისტურ ბიუროკრატიაში გაზრდილი ადამიანი ისეთი თანამედროვეა რომ აი ჯენზის შეშურდება რა აი ძალიან არ არსებობს ალბათ ადამიანი ვისთანაც შეიძლება მივიდეს და იმ ადამიანმა სიამოვნება ვერ მიიღოს და საერთო ენა ვერ გამოინახოს ძალიან მოსწყენი ადამიანი უნდა იყოს ძალიან მაგარია რომ ბიძინა ბარათაშვილი გვყავს კი და ძალიან მიხარია რომ პირადად გავიცალე მართლა რა იმიტომ რომ ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი საერთოდ საქართველოსთვის და არ მხოლოდ სპორტისთვის და სპორტის მაყურებლებისთვის. ნამდვილად. ვიცი რა უნდა გკითხოთ ჩვენი საუბრის ბოლოს. თუ ადევნებ თვალს, აი ეხა წამოვიდა ტენდენცია, რომ სანაკრებო შეკრებების დროს ფეხბურთელების განსაკუთრებულად ჩაცმულობებზე საფრანგეთში ეგ საერთოდ სხვა დონეზე არის, აღარ კუნდე ისე მოდის ხოლმე, რა მგონია რომ Fashion Week-ი. არა, ეხა ვინ გამაოცა? გამავინდა? გამავინდა. აქცევ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. კი, როგორ არ აქვს, აი საფრანგეთის შევალია იყო ფანტასტიკი. ანუ ამ ყველა მინიოსაც ვიახომე ძალიან კარგად, სულ ეხლა ბოლოს რაღაც ადიდასებით მოსვლა გადაწყვიტა. სამზოლიანი იყო მთლიანად. მან დიდად არ გამისწორდა, მაგრამ იქამდე ძალიან ისეაც ვიახომე რა. დახვეწილა და ელეგანტურად. არ ვიცი, კუნდე ისეთებს აკეთებს. ნუ კუნდე ცოტა სხვა ჟანრია. ხო, თან სხვა ადამიანი, თან ესწრება ამას Fashion Week-ებს და კუნდე აქტიურად არის ჩართული. სხვაგანაა. მაგრამ აი იცი რა, კუნდესთვის ორგანულია. აი მე რომ ვუყურებ, ანუ ამ ადამიანს, ეს ადამიანი მიდრეკილია, რაღაცა თავისი სტილი აქვს და არ მაღიზიანებს. არის შემთხვევები, როცა აი არა ეს ბირკინია არ არის ყველასთვის რა არ უხდება ყველას. მე რო ჩავისო კუნდესავით სასაცილო იქნება ძალიან სასაცილო იქნება. ჰაჰარი აქტები იქნება ხო? ჩვენს ნაკრებში ზოგს ისეაცია რომ არ არის რა. ვინც არ მიცურებს ხალხს შორის არის იმეც გურამკაშია. აი მინიმალური ისეთი ყოველთვის ძალიან ღირსეული ლუკი აქვს ხოლმე რა. ზოგადად კაშია ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი. არ გინდათ ხალხო ეს ბირკინი არ არის ყველასთვის. ყველას არ უხდება. იმიტომ რომ 50000-ი გაქვს რომ იყიდო ეს არ ნიშნავს რომ უნდა გეჭიროს. როცა ბოლო ფოტოები ნახეთ ძალიან სასაცილო იყო ბირკინის ჩანთით რა. მეს ძალიან სასაცილო იყო ოქროს ბურთი რომ მოეგო წითელი კოსტუმით რომ მივიდა იქ. საერთოდ სულ მგონია რომ ყველა დაჯილდოებაზე დასწინოდნენ დიზაინერები. ხო, აი ვერ ხვდები ვინ ურჩევდა მესის ეგეთ რაღაცას. მესის ბევრად კარგად აცვიან მგონი ქართულ ფეხბურთელებს. აი შედარებაც არ არის. ეხა დაიხვეწა, იცი რა, შეიძლება ბექემისგან რაღაცებს წავო. მესი ხო? ხო, ჩაცმულობაში კატასტროფა იყო, აი მართლა რა. მაგრამ ჯობდა ეგრე ჩაეცოდა ისე თამაშობს გამოსა. საერთოდ თუ აი ჩაცმის სტილზე ვისაუბრებთ, არავინ შეედრება იტალიელებს. იტალიელებს კი ბატონო, აი ძველი ფოტოები რო არის. ეს არის ისეთი მაღალი კლასი, აი საერთო ლუკები რაც აქვთ რა, არა საფეხბურთო ლუკები რაც აქვთ, აი ყოველთვის ძალიან დახვეწილი და ეხა არის სწავლებათ მაგათ რა. ხო, თან ჩემგან უხერხული იქნება, მაგრამ რომ გავაკრიტიკო, იმიტომ რომ ჩემ ჩაცმულობა არის ხოლმე ჯინსი, კეტი და ჟაკეტი და მაისო. ჩემი გემოვნებით ეხა შენ იდეალურად გაქცია. კი, იმიტომ რომ ეს ქუჩის სტილი ძალიან მომწონს რა. და ხო და მაგ თვალსაზრისით ჩემთვის და არა მარტო მაგ თვალსაზრისით ლიამ გალაჰერის ამაგალითო ტიპი არის, იმიტომ რომ აი მის ჩაცმულობაზე აი მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ეფექტური ყოველთვის. ახალგაზრდობაში კიდევ უფრო თავისი სათვალეებით. შვილი, აი როგორც მამამისი იწმევდა ახალგაზრდობაში, მე მგონი შენახული აქვს ტანსაცმელები და ეხა მისი შვილი ატარებს ძალიან. ნუ ოზის ისე მიყვარს, რომ სიტი დამევასა მაგად გამო. ეხა მინდოდა მეკითხა შენთვის ანდრო, მაგრამ პირველ ორ ეპიზოდში ვიკითხე ამ კამბექის შესახებ და მრცხვენია რომ ვილაპარაკო. ჩემთვის არის აი ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრუნება. თუ ვინმე შეიძლება, რა ვიცი, ხა ფრედი მერკური თუ არ ადგება, არ მგონია რომ სხვა ვინმეს დაბრუნება მე ესე გამიხარდა. მეც ეგრე ზუსტად მიუხედავად იმისა, რომ ხა კონცერტზე არ ყოფილვარ ჯერ და არც გეგმავ ჯერჯერობით რომ წავიდე, მაგრამ ძალიან გამიხარდება. და გეგმე მე ვგეგმავ. სად არის ტურნე? ჯერ არ არის გამოქვეყნებული. აი ევროპაში სადმე იქნება ინგლისში გარეთ. არც იციან, მაგრამ გუშინ გაჟონა, მე გეტყვი ახლა ახალ ინფორმაციას, გუშინ გაჟონა ინფორმაცია, რომ 2026 წლის მაისში დაგველოდეთ მანჩესტერში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ 25-ის ლაივს დაემატა 26 და მოსაოდნელიც იყო, იმიტომ რომ არც ერთი ევროპული ქვეყანა არ ყოფილა ამ ტურნეში.
შესაბამისად არ არსებობს რომ ეს დაბრუნება ევროპის გარეშე ხო და აი მაგას უკვე მგონია რომ აღარ გამომაზრდა, იმიტომ რომ ინგლისში თუ წავალ ჯერ მაინც პრიორიტეტი არის პრემიერ ლიგის ნახვა და ორივე ერთად მოვახერხო არ ამგონია და მინდა რომ შეიძლება გაგიმართლოზე დაემთხვა ხო აი ეგ სასწაული იქნება საერთოდ მაგრამ ცალკე უნდა მიუძღვნა ოაზის თავი მე ოაზის ცალკე და ანუ ორივე იმდენად დიდი ამბავია რომ ცალ-ცალკე ჯობია რომ მოინახულოს ადამიანმა იმიტომ რომ ასე რომ მოინიშნე ანდრო 2026 წელი აკონტროლეს სულ იმიტომ რომ ბილეთების სერიოზული პრობლემაა და აბა წარმატებები მაგაბავში ასევე იმედია მოვხვდებით რას ლაპარაკობ ეგ რო გავმაზო არ ვიცი თავს არ მის საფცი ცოცხალი არ მივა კარგი იყო შენთან საუბარი ძალიან ვისიამოვნე მე ამ დროით არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა მაგრამ ისე სწრაფად გავიდა ხო სწრაფად რო გავიდა მაგით მივხვდი რომ ესე იგი საინტერესო გამოვიდა ჩვენთვის ყოველთვის არ ვნანობ რომ შენი გამოჩენის დღიდან არჩევანი შენს რეპორტაჟებზე გავაკეთე და რა უნდა მეკითხა ბოლოს მაგის გარეშე ვერ გაგშვებ იმიტომ რომ ყოველთვის იყო განხილვის საკანი ერთგვარი პროლოგები თქვენი რეპორტაჟების ეს არხის ხელწერისთვის გაკეთდა რატო გაკეთდა ეს ყველაფერი უხდება ეს ფეხბურთს აი ცოტა ზედმეტად მხატვრული მეჩვენება ხოლმე ეს არის ხო თვითონ კომპანიის ინიციატივა იყო რომ ყველა რეპორტაჟი ერთნაირად დაწყებული იყო იმიტომ რომ ჩვენ ხო დამწყები კომენტატორები ვიყავით და ძალიან ბევრჯერ იყო რაღაც ლაფსუსი როცა ვიწყებდით ამ რეპორტაჟს და თან დიდად საინტერესოს არაფერს ვამბობდით იმიტომ რომ მან გემატება წნეხი ნერვიულობა რომ დიდი თამაში თუ არის მით უმეტეს შეიძლება ენა დაგებას და მაგისთვის ალბათ მაგისთვის ჯობია რომ ტექსტი კონდეს და იყოს ერთგვარი შპარგალკა შენთვის ვიდრე ის რომ სამი შეცდომა დაუშვა პირველ 5 წინადადებაში და თან დიდად საინტერესო არაფერი თქვა და თქვა რომ დღეს დიდი მატჩის მოლოდინში ვარ ბარსელონა პარი სენ-ჟერმენი აი ამას შაბლონური ტექსტი ხო და მე თავიდან მეც არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად როცა ამას კითხულობდი რა თან მე ხელოვნურებოდა თან დიდად კითხვაც არ გამომდიოდა ისე რომ არ შემტყობოდა რომ კითხულობდი და დიდად არ მომწონდა ყოველ შემთხვევაში მაგრამ მე სულ სხვანაირად დავმოვამე რა ყოფილა თამაშები აი რომლის შესავალიც ძალიან ბევრჯერ მინახავს და მიმოხილვას ისე ავრთავდი რომ ეგ შესავალიც არ მომესმინა იმიტომ რომ აი სხვანაირად מחურებდა კონკრეტული თამაშის წინ და მანდაც ეგრეა რა აი შენ თუ ბორმუთი ფულემზე დაწერე ისე შესავალს რომელიც რაღაც ბიროსმანის პალიტრიდან და რაღაც ეგეთ ზიანდებას გამოიყენებს პატივისცემად აბსოლუტურად მოკითხვა დიდი რომელიც ბორმუთი ფულემზე არ გამოუყენებია რა თქმა უნდა პარაზე გამოიყენა და მოუხდა მაგ მომენტს ცოტა სასწავლო იქნება მაგრამ თუ რაღაც დიდი მატჩი არის და შენ სტილში შენებურად გსურს რომ კიდევ უფრო რაღაც ცეცხლი წაუკიდო ამ თამაშს და ნაპერწკლები მიმოფანტო აქეთ-იქით თამაშის სტარტამდე ჩემი საერთოდ არა იქ სუდი ამბავი და მე მომწონს თან მარტო საქართველოში არ არის ინგლისშიც ხშირად არის ხოლმე აი ვიდეოები რომ ინახავს ორი კომენტატორი კითხულობს ამ ტექსტს მაგრამ ისინი ისე კარგად კითხულობენ რომ ეგ არ იგრძნობა არასდროს და ვერავინ იგრძნობოდა ეხა არის ეხა კიდე გრძელდება ეგ ტენდენცია რაღაცა არ შევიმჩნევია ან შეიძლება ყური მიეჩვია გაჩნია თამაში ზოგ თამაშს საერთოდ არ უწევთ შესავალს და ისე შევდივართ ჩვენი სიტყვებით რა თქმა უნდა ეხა გონება გვაქვს დაალაგებული რა უნდა ვთქვათ, მაგრამ არ ვკითხულობთ, მაგრამ არის თამაშები, სადაც ვკითხულობთ. საერთოდ იმპროვიზაცია ყოველთვის ჯობია, რა. კი, თამაშის დროს რა თქმა უნდა სრული იმპროვიზაცია არის, შეიძლება ეხლა რამდენიმე დღით ადრე მოგივიდეს თავში აღნიშნო რაღაც გაურითმო და მე გაგახსენდეს ვიღაც რო გოლს გაიტანს და თქვა, მაგრამ ძირითადად იმპროვიზაციაა მთლიანად. აი, არაზე ბევრჯერ ყოფილა გაგვიგრძელდა, მაგრამ არაუშავს, ბევრჯერ ყოფილა რომ აი რაღაცა ისეთი სტუმრისთვის რო ვემზადები და მე რადიოში 6 წელი ყოველ დღე ток-შოუ მიმყავდა სპორტული და ეხა ხვდები და თან ყველაფერში ხო ვერ ვერკვევი ეხა იქ ისეთი სახეობებზე საუბრობდი რომ ეს არ შეხება რო არა მაგ და ინტერესი რო არა მაგ ხო და მოდი დავწერ აი რაღაცებს მოვინიშნავ აი არზის ჩემში მიხდი ანუ იმდენად აი უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩამოწერილი მაქვს რაღაცა ესენი. ანუ თავში ყოველთვის მონიშნული მაქვს თავარი თემები და
მირჩევნია რომ ეს სტუმარს მიუყვე და ამ საუბრიდან გამომდინარე ხა ყველა სტუმარი მაგას ვერ მოგცემს რა თქმა უნდა მაგის საშუალებას მაგრამ ხო ხა უფრო ხშირად ეგრე მაქვს ეს რომ ბულეთებად მაქვს ჩამოწერილი თავარი თემები და ვიცი რომ ეს არ უნდა დამაუწყდეს შესავალში ეს არ უნდა დამაუწყდეს ჩემი და ჩემი კოლეგის სახელი და გვარი არ უნდა დამაუწყდეს რო თქვა იმიტომ რომ ხანდახან ისეთი ატმოსფეროა სტადიონზე რომ ჩემი სახელიც მოვიწყდება რა თქმა უნდა ეგ უნდა თქვა ვის მიყავს თამაში და უფრო ხშირად ეგრე ვაკეთებ ხოლმე ალბათ 10-დან 7 შემთხვევაში ეგრე უფრო არის მაგრამ ის სამიც როცა თამაში მოითხოვს და როცა ისეთი თამაშია რომ ელოდება ხალხი და სხვანაირი შეხურება ჭირდება მაგ დროს წერთ ხოლმე შესავლებს ზოგი უკეთესი გამოდის ზოგი ცუდი გამოდის აქ ლივერპული მილანის შესავალი არ დამავიწყდება მილანი რო დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე იქ ჟიულ ვოლკელოუნი ედო პარალელურად ამ ჩვენ შესავალს იმიტომ რომ იქ ხალხი მღეროდა და იმდენად ემოციური გამოვიდა ეს ყველაფერი რომ აი მილანი ამდენი წლის მერე დაბრუნდა ლიგაზე და თან მეტოქე პირველი ისეთი შეხვდა რომელთანაც ესეთი ისტორია აკავშირებს სტამბოლი და მე ათენი რომ აი ეს ყველაფერი ჩემი აზრით ლამაზად ჩაჯდა, მაგრამ ხო თიძე ჩამოსაცვლელია მაგით შესავლების. გინახავს ჩემპიონთა ლიგაზე. არა, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ნუ შეიძლებოდა ერთადერთი ყოფილიყო მაგაზე ემოციური მანჩესტერი ბაიერნი, მაგრამ მაგ წელს დავიბადე და შესაბამისად ლაივში რო ვერ ვნახე, ეგეთი ემოცია არ მქონია. მე ვნახე მანჩესტერი, მაგრამ მაინც ბევრი მირჩევნია ლივერპული მილანი. რო უყურე მილანის შემადგენლობას, მაინც ვერ ვიჯერებ სამბურთიანი ცხოვრება როგორ გაანიაო ეს და იყო პერიოდი საერთოდ ვეურთავდი მაგ თამაშის ჰაილაითებს და მე ჩემ თავზე გავიმარჯვე და ეხლა როცა არ უნდა შემხვდეს ეგ ჰაილაითები სულ უყურებ ხოლმე იმიტომ რომ მაგ დღეს ფეხბურთმა მოიგო და მაგ დღეს ჯობდა რომ ლივერპულს დაიკამბექებინა მილანისთვის ვიდრე მილანს რუტინული ჩემპიონთა ლიგა მოიგო მილანმა მე მაინც მოუგო ლივერპულს 2 წლის მერე როცა ლივერპულს ყავდა ალბათ უკეთეს შემადგენლობა ვიდრე იქ ვეტერანებიც ავსე მილანს მაგრამ დღევანდელი დღე ისე მახსოვს მაშინ ტელევიზიაში მუშაობდი საინფორმაციოში სპორტულ ჟურნალისტად და როიტერით რომ მოვიდა მასალა თამაშის წინა ინტერვიუები ვიღაცას ეკითხებოდა რა ანგარიში დამთავრდებაო ეს რა ქვია თამაშიო და 3-1 ეუბნება მილანის სასარგებლო ჯილარდინო კაკა ეს 2-7 ხო? ხო აი ეგ კომენტარი აი რამდენი წელი გავიდა და აი როგორ მახსოვს იცი ძალიან სახასიათო ტიპი იყო თან ფანი ვიღაცა აი პიპა დავიწყე შეასრულა იქ ჯილარდინო კაკა მადლობა ანდრო ძალიან მართლა ძალიან ვისიამოვნა ეხლა მე ამ ინტერვიუთი იმედი მაქვს რომ შენც მოგეწონა არა მე ძალიან ვისიამოვნე ასე იმედია ხალხსაც მოეწონება დარწმუნებული ვარ რომ მოეწონებათ ესე გააგრძელე ძალიან კარგი ბიჭი ხარ და არ შემცთავარ მე შენში დღეს დავრწმუნდი კიდევ ერთხელ ამაში წარმატებები ასევე და გამოიწერეთ ხალხო არხი და დაალაიქეთ აუცილებლად დაუჯერეთ ანდროს ძალიან კარგ რამეს გეუბნებათ ანდრო ხელაძე იყო ჩემი მესამე ეპიზოდის სტუმარი მე აი თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ზუსტად მიიღებთ იმ ემოციებს რაც მე ამ ინტერვიუს დროს მქონდა მიუხედავად იმისა რომ ასაკი ძალიან პატარა ანუ ამ საქმისთვის ახლა ვერ იტყვი რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მაგრამ სწორ ადგილზე არის მოხვედრილი აი შემიძლია გითხრათ და სწორ გზაზე დგას მომავალ პოდკასტამდე მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით ნახვამდის მადლობა რომ მიყურეთ